არის მის ხელში. ნაციონალურ მოძრაობის დროს ელექტროენერგია, გაზი, წყალი, ყველაფერი მიყიდეს რუსეთს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ეს ყველაფერი გადაკეტონ და გახადონ მონები. ხო, კაი, ტყვილი, ხო, კარგი, გასაგებია. მე სხვა რაღაცას ვიძახი, მაგრამ მე არ ვიტყულები ხა, თქვენ გისმენთ 9 წელი თქვენ იტყულებოდი და ქართული ოცნების დანაშაული იცით რა, კოჰაბიტაცია რომ თქვენ კიდევ ზიხართ აქ და ლაპარაკობთ. აი ეს არის მათი დანაშაული. რასაკვირველია ესენი ვისაც ეხა თქვენ ამბობთ ხალხმა აირჩია დათო მოგწონთ არ მოგწონთ მე ყველა არა ნებისმიერ ადამიანის არჩევას მე პატივს ვზემ რასაკვირველია ყველას აქვს თავისი გემოვნები ხა ყველას არც თქვენ უყარხარ და არც მე ეს ერთი მაგრამ რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს დიალოგი არის საჭირო და მთავარი. იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, აი იძულებით გადაადგილებული ადამიანები, ხო? მათ ჩვენ აქ რამდენი სახლიც არ უნდა მივცეთ, რამდენი კოშკიც არ უნდა აუშენოთ და კარგად ვამყოფოთ, მათ უნდათ იქ, საიდანაც ისინი გამოყარეს. აქედან გამომდინარე, როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების დაბრუნება? აი ამ კითხვას ვსვავ, აი ზიან, ხო ამ ადამიანს ვეკითხები. როგორ ჩხუბით, ომით თუ რითი? დიალოგით, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, აი თქვა პატონმა რომ პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტი, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. იმიტომ რომ ამ ადამიანებს ვინც მათ გეთახმებთ რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ვიცით აღარ ვიმეორებთ ამათ უნდა თავიანთ სამშობლოში და თავიანთ ქვეყანაში. გასაგებია. მეც მივდივარ სოხუმში მინდა გითხრათ, მაგრამ ამას რატომ მივდივარ გეტყვით მე. მიდიხართ ეხლა აპირებ წასვლას? იმიტომ რომ მე ვაპირებ კულტურულ დიალოგს. ეხლა რატო? ეს თქვენი ინიციატივა არა, იქიდანაც იყო ინიციატივა, მაგრამ რასაკვირველია ხა ეს რთულია, მაგინონ, რაც უნდა ისქნან, მაგრამ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ომარ ხუგაევის ოსი ცნობილი სუხიშვილის მოცეკვავის ვარსკვლავი გახსნა ფილარმონიის წინ. 5 ავტობუსი იყო ჩამოსული სამხრეთ ოსეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ზეიმობდა ხალხი ერთმანეთს ეხუტებოდა და ტიროდა. კულტურა საშინელება რა ამ პოლიტიკა, მე ესე ჭაობში ისაქნა რა ქვია, ჩაიყოლა თორე. კახუჩელაც, ირმაც, ეხლავე რო სწორედ გარ, ეხლავე რო დაუძახონ ესენ სამივე ერთად წავალთ, თავარა თუ გამოგვიშვებენ იქიდან. სოხუმში, არა, სოხუმში და რაც შეეხება მოსკოვს. მე კი არ ვარ რაც შეეხება მოსკოვს. აი მე და კახუჩელა ვლაპარაკობთ ახლა გაერთი ვიყავით გასული. რასაკვირველია რომ მიდიხარ გააჩნია შენ სადღე ხა კრემლის წინ თუ დადგიხარ და იძახი რომ რასია მაცმა რადნაირ რასაკვირველია ამას ქართველი ერი არასოდეს ამას არ გაპატიებს მაგრამ როდესაც იქ ჩადიხარ რაღაც სატელევიზიო გადაცემაში ღებულობ მონაწილეობას რუსმა ხალხმა რა დააშავა მე არ მინდა ხა აი ამ ციფრები მე წამოვიღე თქვენ გადმოგეცით ნახეთ პირველ ადგილზე საქართველოში ტურიზმში ვინ არის შემოსული საქართველოს რუსეთი აგერ არის აი ეს მე დრო წამოვედი ამოვიღე 1,523,000 კაცი მადლობა დათო კახასულიძე. მაშინ ჩავკეტოთ საზღვრები, ესენი ხო ოკუპანტები არიან და ნუ ხო შემოუშვებთ ამას აქ. აგერ არის აი მონაცემები პირველ ადგილზე არიან ტურისტები საქართველოში შემოსვლით. ჩავკეტოთ, ნუ ხა შემოუშვებთ მაშინ ამას. მადლობა დათო კახა გისმენ. ხო, ალბათ მე უფრო ვისაუბრებ ჩემი სახელით და არავის სხვაზე. თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ რა გავაკეთოთ, ერთი საკითხია რომ უბრალოდ პირველ რიგში ჩვენ ალბათ ვერ ვხედავთ პოლიტიკოსების ერთობას. ერთიან აზრს,